ბერლინალეს ევროპული კინოს ბაზრობაზე, რომელიც 12 თებერვალს გერმანიის დედაქალაქში გაიხსნა, ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის მთვარე მამაა ჩემი კინოჩვენება გაიმართა. პარალელურად საქართველოს პავილიონში კინოცენტრის დელეგაცია ევროპელ კოლეგებთან ინდუსტრიულ შეხვედრებს მართავს. ევროპული კინოს ბაზრობა წელს 140-მდე ქვეყნის დელეგაციას და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართულმა დელეგაციამ უცხოელ კოლეგებს ქართულ მიღებაზეც უმასპინძლა. ევროპული კინოს ბაზრობა დაიწყო 12 თებერვალს და გრძელდება 18 თებერვლის ჩათვლით. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა არაერთ საინტერესო შეხვედრა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო შეხვედრები კინობაზრობებთან, ინდუსტრიულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. რამდენადაც ეროვნული კინოცენტრი წელს წარმოდგენილი იქნება ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან კინობაზრობაზე მსოფლიოს მასშტაბით. დღეს ჩვენ ნახეთ გიორგი ოვაშვილის მთვარე მამაა ჩემი უამრავი ადამიანი ესწრებოდა ჩვენებას, აუდიტორიას ძალიან მოეწონა ფილმი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ბერლინში ჩვენება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფილმის ჩვენება ბერლინში.